ვუბრუნდებით ვაკეში მომხდარ მკვლელობა, სადაც მოამბის გადამღები ჯგუფი მუშაობს. ადგილზე მოამბის გადამღები ჯგუფი მომხდარი და რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა გამოშვების დასაწყისში ჩვენ პირდაპირ ჩართვა ვერ შემოგთავაზეთ, რადგან პრობლემები შეექმნა მოამბის ოპერატორს, რომელსაც დაუპირისპირდნენ სავარაუდოდ დაღუპულისა და დაჭრილის ახლობლები და ჩვენი ოპერატორი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ახლა კი შეგვიძლია უკვე შემოგთავაზოთ პირდაპირ ჩართვა და რატი ხვისტანი მოგვიყვება ახლა ბოლო ინფორმაციას და დეტალებს შემთხვევის ადგილიდან, რატი რა ხდება ამ წუთებში ფალიაშვილის ქუჩაზე. საზარელი თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩის კვეთაზე გზაჯვარედინზე მოხდა. შავი ფერის Range Rover-ის მარკის ავტომობილს თავს გავრცელებული ინფორმაციით ნიღბიანი მამაკაცები დაესხნენ, რომლებიც სავარაუდოდ შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ თავდასხმის შედეგად ავტომობილში მჯდომი ერთი პიროვნება ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხვადასხვა სახით ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ მოახერხეს ერთ-ერთი თავდამსხმელის, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ჩვენთვის ცნობილია დაჭრილისა და გარდაცვლილის ვინაობა, თუმცა ჩვენ ამას მათ სახელს და გვარს განგებ არ ვასახელებთ. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე ადგილზე იყო მოსული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. მან როგორც უკვე გითხარით გადაიყვანა ერთი პიროვნება საავადმყოფოში, ხოლო მეორე ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ წუთებში ფალიაშვილისა და რიგის ქუჩის კვეთაზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები, ასევე ჯერჯერობით აქ იმყოფება ცხედარი გარდაცვლილი მამაკაცის, რომელიც ჯერ არ გადაუყვანიათ პროზექტურაში. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, როგორც უკვე გითხარით, დაკავებულია ერთი პიროვნება. სამართალდამცავები ახლა, როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ახორციელებენ საქმეში ეჭვმიტანილის სხვა პირების ძებნის ოპერაციას. მადლობა რატი ხვისტანმა მოგვაწოდა ბოლო ინფორმაცია და დეტალები ვაკეში მომხდარი თავდასხმის შესახებ, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.